ეთერშია მაესტრო რეგიონები მე ირაკლი მაისურაძე ვარ გამარჯობა. ხობის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი სამუშაოები ახალი ხიბულის ნომერ 1 საჯარო სკოლის შენობაზე დაიწყო. ახალი სასწავლო წელი ახალ სკოლებში დაიწყეს შუა ქვალონისა და ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. რა სიახლეებია ამ და სხვა მიმართულებებით ხობის მუნიციპალიტეტში ხობის მერის მოადგილე დავით ბერაია შემოგვიერთდება მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მოგესალმებით მაყურებელს. ბატონო დავით, სკოლებზე ვსაუბრობდით, თქვენი წარდგენის დროს საინტერესოა საგანმანათლებლო ობიექტების კუთხით, თუნდაც იგივე საჯარო სკოლები, იგივე საბავშვო ბაღები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. რა გეგმები გაქვთ მუნიციპალიტეტში 2025 წლის ბოლომდე? გასულ წელს საკმაოდ ბევრი საგანმანათლებლო ობიექტი შეემატა, ახალი რესტავრირებული თქვენს მუნიციპალიტეტს. წელს როგორი იქნება გეგმა? ხობის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება ახალხიბულაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხეთის საჯარო სკოლაში. საბავშვო ბაღის მშენებლობა თითქმის დასრულებულია ხამისგურის ადმინისტრაციულ ერთეულში. ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია დაგეგმილია სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. განსაკუთრებით ინფრასტრუქტურასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვენთან სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესს. საჯიჯაოში ამ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მინი სტადიონის მშენებლობა. ქალაქ ხობში რეაბილიტირდა ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურსაფარიანი სტადიონი. ასევე მიმდინარეობს ახალი ხიბულის, ხელმოხვალონის და გაღმა საჯიჯაოს მინი სტადიონების სრული რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მინდა აღნიშნო, რომ ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის ფარგლებში მიმდინარეობს ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა. ასევე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სანიაპრე არხების რეაბილიტაცია. საინტერესოა კონკრეტულ პროექტზე მინდა გკითხოთ, რომელიც თქვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება 2025 წლის განმავლობაში. ეს არის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის პროექტი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამუშაოები მოქალაქეებისათვის? არის თუ არა მოთხოვნა ამ მიმართულებით და რა კონკრეტულ მისამართებზე მუშაობთ ამ დროისთვის? ქალაქ ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეთა მომართვიანობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იქ მაცხოვრებელთათვის. პროექტის ფარგლებში ქალაქ ხობში ცოდნე დადიანის, ჭყონდიდელისა და ზვიადამსახურდიას ქუჩებზე მდებარე 10 კორპუსის სახურავის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ ეტაპზე 5 კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ამ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 670,000 ლარზე მეტია გამოყოფილი. საინტერესოა სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზეც. მაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენად მუშაობს ის პროგრამები, რომელიც მუნიციპალიტეტმა და საკრებულომ მუნიციპალიტეტის გეგმის მიხედვით გასულ წელს დაამტკიცა 2025 წლისათვის, რამდენად აქტიურია მომხმარებელი ადგილობრივი მოსახლეობა და რა სოციალურ პროგრამებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა, რომ გაითვალისწინოთ თქვა და მომავალი წლის გეგმის შემუშავების დროს გამოიყენოთ ეს პრაქტიკა. მუნიციპალიტეტში ჩვენთან ფუნქციონირებს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ იქნა დამტკიცებული. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები დაახლოებით 2500-მდე მოქალაქე 31 სხვადასხვა პაკეტით სარგებლობს. პროგრამა ითვალისწინებს საოპერაციო, ქიმიო და სხეული თერაპიის ხარჯების თანადაფინანსებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების თანადაფინანსებას, 18 წლამდე პირთათვის რეაბილიტაციის თანადაფინანსებას,
მუნიციპალური პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა და ბავშვიანი ოჯახების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება. მინდა აღნიშნო, რომ პროგრამა ასევე ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლების გადასახურად საჭირო მასალების შეძენასა და მიწოდებას და ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაახლოებით 35-მდე ოჯახს გადაეცემა დახმარება. აუცილებლად მინდა კითხოთ კიდევ ერთ პროექტზე, ჰარიდა. ეს არის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელსაც ხობმა უმასპინძლა წელს. რას გეგმავთ სამომავლოდ? იქნება ეს ფესტივალი ტრადიციული ხობისათვის მნიშვნელოვანი კულტურული შეკრების დღეები და რა კონკრეტული გეგმები გაქვთ ფესტივალთან დაკავშირებით? ასე ხობის ხელოვნების კონკურს ფესტივალი ჰარიდა წელს მეორედ ჩატარდა. კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს ფესტივალში ფოლკლორულმა ანსამბლებმა, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. მინდა აღნიშნო, რომ შარშან კონკურს ფესტივალში მონაწილეობა 700-მდე მონაწილე მიიღო. მიმდინარე წელს კი მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და ფესტივალზე უკვე 15 მუნიციპალიტეტის 64 შემოქმედებითი კოლექტივი 1400-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. კონკურს ფესტივალ ჰარიდას საკონცერტო პროგრამის ფარგლებში სოფო ხალვაშის საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის ანდრია პუტკარაძის და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ მართლეს კონცერტები გაიმართა. ხელოვნების კონკურს ფესტივალი ჰარიდა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა. ძალიან დიდი მადლობა პასუხებისათვის და შევხვდებით ერთმანეთს კვლავ მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.